ხომ არ დაგღალათ ამ ძალიან მძიმე პოლიტიკურმა სეზონმა? არა, იმიტომ რომ დიდი საინტერესო ნაწილი ახლავს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ რეგიონებში აქტიურად დავდივართ, არც დაგვიწყია და არც გაგვიგრძელებია და ეს რაღაცა მუდმივი ამბავია უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე რეალობასთან გიწევს რეგიონებში შეჯახება, მაინც დიდი ენერგიით იმუხტები. თავად საზოგადოება გაძლევს ახალ საზრდოს, ენერგიას, იდეებს, მათ შორის ბრაზს თავიდან გინერგავს, მათ შორის სწორ შინაარსობრივ კრიტიკას, იმიტომ რომ გრძნობ ვინ არის კეთილის მსურველი მაკრიტიკებელი რეგიონალურ შეხვედრებზე, სოფლებში, ბირჟებზე, სხვადასხვა უბრალოდ შემთხვევით გავლის პირობებში, ქუჩაში, ბირჟას დავინახავ, ჩერდები აქტიურად ვხედავ, განწყობებსაც ვხედავ, რომ ხელისუფლება ანტიქართული ოცნება არის უმცირესობაში. ინგა იმდენად თვალნათელია ამის ხილვა, ადამიანი პირდაპირ ამბობენ, რომ უბრალოდ რაღაცა აი ბეწვზე კიდია მათი ძალაუფლება და წმენა იმისა, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან, მათაც კი უჭირთ იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებაში არიან. ჩამოშლილია მთელი სისტემა, თითოეულ სოფელში, სადაც მივდივარ, ტოტალური უსამართლობის განცდა, დგას მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკს. მაგალითად, გუშინ ვიყავი დმანისის რაიონის სოფელი ირგანჩაი ეს კადრებია, წარმოუდგენლად 3000 მოსახლე ცხოვრობს ინგა ერთ სოფელში, 3000 მოსახლე. ესე იგი, მაჟორიტარად ყავთ კაცი შერჩეული, რომელიც ოჯახის წევრებიც ყავთ დასაქმებული. იგივე მაჟორიტარი არის ერთადერთი სკოლის დირექტორი. იმავე მაჟორიტარის ოჯახის წევრი არის სოფლის რწმუნებული. სპეციალისტებად ყავთ გაფორმებული ისევ თავისი ახლობლები. ანუ ერთი ოჯახი არის მართველი მთელი სოფლის 3000 კაცის. ამ დროს დღეს დმანისის მერი გამომეხმაურა, დარაზმა, საწყალი, ეს საჯარო მოხელეები ალანძღინებს ჩემ თავს, მაგრამ მთავარი ამბავი არ არის. წყალი არ არის. სოფელში წყალი არ არის. მემთეურები არიან, მესაქონლეობას ეწევიან და წყალი არა აქვს 3000 კაციან სოფელში. თან საზღვრისპირა სოფელია. მე ვცდილობ რომ ყველაზე ისეთ მიუვალ ადგილებში ვიაროთ. აი ეს კადრები მაგალითად რომელიც ახლა არის, ეხება ფერსათის მთას, ადიგენის რაიონს, სადაც ვიყავით და მემთეურები არიან აქაც 10000 სული საქონელი აყავთ. საქართველოს ლამის ნახევარს რძის პროდუქტებს გვიგზავნიან, გვაჭმევენ რეალურად, ხო, ნატურალურ ჯანსაღს. ან ელექტროენერგია არ აქვთ. 21 საუკუნეში წელიწადის ნახევარს, ანუ საკუთარი ცხოვრების ნახევარს, აი ბატონი თამაზი ჩანს ახლა კადრში, რომელიც ეს შემთხვევით გავიცანით. ბატონი თამაზი საკუთარი ცხოვრების ნახევარს, ანუ თითქმის 6 თვეს ნოემბერში ვამთავრებო მთაში ცხოვრებას, ატარებს მთაში. ნახევარ ცხოვრებას და ელექტროენერგია არ აქვს. ესეთი რამ წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, ხვდებიან მაგრამ მართლოცნების მხარდამჭერებიც. ხვდებიან, მაგრამ ძირითადად აი მათი მხარდაჭერის ამბავი არის მხოლოდ პროპაგანდა. უბინძურესი პროპაგანდა და მე დავწმუნდი, მაგალითად ერთ-ერთი მათ შორის გაუგნებული ყვება, როგორ შეიძლება ამ დონის სიცრუეში ამყოფო ადამიანი. დავწმუნდი ერთ რამეში, რომ აი პროპაგანდა იმდენად მძიმე რამ არის, რასაც ჩვენ ალბათ პოლიტიკოსები ნაკლებ დროს უთმობთ, ნაკლებ ყურადღებას. აი, რო გამოვიდეს პროპაგანდა რომ იმუშაოს და იმედმა პოსტიმ და რუსთავიორმა რომ იმუშაოს, რომ ირაკლი კობახიძე არის გოგო. აი, პარლამენტში რო შევა ერთ კვირაში, კარგად პროპაგანდის მუშაობის შემდეგ. აი, პარლამენტის წევრები გოგო დასცინებენ. იმდენად პროპაგანდა მუშაობს. არა, არ გაგიკვირდეთ რომ შვენიერ დღეს ირაკლი კობახიძე აღმოჩნდეს ზუსტად იმ როლში, რა როლში ჩვენ გვინახავს მისი ბევრი წინამორბედი. მაგალითად გახარია, რომელსაც სუპერმინისტრად გვიცხადებდნენ, ყველაზე მაგარ მინისტრად გვიცხადებდნენ ქართული ოცნების და დღეს სასამართლოებს უწყობენ და დაჭერით ემუქრებიან. ახლა კობახიძესთან დაკავშირებით არ ვიცი პარალელს თქვენ გაავლებდით თუ არა ღარიბაშვილთან, მაგრამ ეგეც საინტერესოა. აი თუნდაც ახლა მე სავალში ვკითხო, ხო, ანუ რისი თქმა მინდა, ჯერ აქებენ, საში აიყვანენ ქებადიდები და მე რაც ამშიც ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ამა და ამ კონკრეტული ადამიანის ბედი უკვე გადაწყდა და ის აღარ არის საჭირო, მე ყველა ერთად თავს ესხმის ხოლმე და მე უბრალოდ შემიძლია მთელი გადაცემა დაუთმო, მანამდე როგორ აქებდნენ თავიანთ მინისტრებს და პრემიერებს და მე როგორ ხდებიან. წეღან ვკითხულობდი თქვენ შეფასებას მთავრობაში დაწყებულ ცვლილებებზე.
ცვლილებებზე თითქოს ფრთხილია ჯერ ესეთი რაღაც თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არა, მაგრამ ეს არის აშკარად რაღაცის დასაწყისი, ხო? გაუშვეს კულტურის მინისტრი, სხვათა შორის ისიც, როგორც სხვა დროსაც გვინახავს, პრემიერის შემთხვევაშიც კი გვინახავს ბატონი ბახტაძის Facebook პოსტი წასვლა და არა მხოლოდ ის, ხო? გაუშვეს Facebook სტატუსით ისე, რომ ამ ხელო კულტურის მინისტრს საშუალებაც კი არ მისცეს, რომ ბრიფინგი ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა, რა პროცესი დაიწყო თქვენ როგორ აფასებთ? მე ვფიქრობ, რომ არანაირი სერიოზული პროცესი ქართულ ოცნებაში არ მიმდინარეობს. ერთადერთი რამ მენიშნა უბრალოდ. კულტურის მინისტრი საუკეთესო შემთხვევაა იმისა, საზოგადოებრივად აქტიური ცნობადი სახე რაღაც კონკრეტულ ელიტაში მაინც, როგორ შეიწოვა სისტემამ, გააფუჭა, გაანადგურა, მიწასთან გაასწორა საკუთარი მსახიობები, საკუთარი კოლეგები, აქ ანდრო ჭიჭინაძის დაკავება, ანდროს ულოცავ დღეს დაბადებას. კი, ნამდვილად შევა, როგორც რეპრესიების მომწყობის, სწორედ იმ სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, ანდროს ბანერთან მებრძოლი მინისტრი. დიახ. და მახსოვს ხო როგორ თეატრს როგორ ჩამოაგლიჯა ახალგაზრდა ბიჭის ბანერი, რომელიც მისვე უსამართლო და უკანონოდ დაკავებულის და არაფერი გააფუჭა, გაანადგურა, ტალახში ამოსვარა და ეხლა მოიქნია თან პლუს კიდე ზემოდან ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზეზად საკნა ააკრა, ხო? უმძიმეს სანახავია, მაგრამ მამუკა მდინარაძე არის საინტერესო შემთხვევა, ადამიანი, რომელიც მართლა, ესე იგი ჯერ პარლამენტ შეიყვანეს და იქაც არ ვარგიაო, არაფრად არ ვარგაო და გამოაგდეს, ხო, პარლამენტიდან გადმოაგდეს სადღაც. გაუშვეს სუსში. სუსში ამუშავეს უბინძურესი დავალებების შეასრულებინეს. ვითომ კორუფციის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როსდომოდათ, თავად საკუთარი თავები უნდა დაიჭირონ, ივანიშვილი უნდა დაიჭირონ, კალაძე უნდა დაიჭირონ და უნდა დაიჭირონ ის წარმოუდგენელი ვითარება კორუფციის მიმართ. ეს ადამიანი სუსში არ გამოდგა, მე გადაიყვანეს ვიცე-პრემიერად რაღაცა ძალოვანი უწყებების კოორდინაცია მაცინამდეში სამინისტროს თქვენ მამუკა მდინარაძე სამინისტრო იქ გადაიყვანეს. ანუ იქაც არ გამოდგა და ეხლა ერთი მინისტრი გაათავისუფლეს, გადაარქვეს სხვა სახელი შეუცვალეს და ეხლა მამუკა მდინარაძე ორი არ გამოდგა თუ ივანიშვილს აქვს არ გამოდგა გადაწყვეტილი რომ მდინარაძე სხვათა შორის დღეს მსჯელობდი ჩემ ერთ კოლეგასთან ერთად არის ესეთი ინფორმაცია არსებობს რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა დიდი ხნის წინ მისი ბედია ისუსი და როდესაც გაუშვეს, მაგრამ ირაკლი კობახიძე იცავს მას კბილები და აი ხან აქ გადაყავს, ხან იქ გადმოყავს. რატომ გეღიმებათ? ბოლო ამბავი მეგობრობას ცოდნიაო, ვისაც უყვებოდი ამ ხმების შესახებ, იმან მითხრა. გამიკვირდება მათი მეგობრობის სტანდარტი, მე ნანახი მაქვს, მაგალითად კობახიძის და გახარიას მეგობრობის სტანდარტი ნანახი მაქვს, კობახიძის და ლილუაშვილის მეგობრობის სტანდარტი მაქვს ნანახი და ასე შემდეგ. და გაგახსენებთ ერთ ფაქტს, ძალიან მნიშვნელოვანს და ალბათ ნიშანდობლივს. გახსოვთ ლილუაშვილის დაჭერამდე რომელი სამინისტროს გადაყვანა ინფრასტრუქტურს კი შესთავაზეს. გავიხსენეთ ლილუაშვილს შესთავაზეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადასვლა ხელმძღვანელად, ის რაც შესთავაზეს მდინარაძეს. ლილუაშვილს ეყო ღირსება, თავმოყარეობა, რომ ასეთ დაქვეითებაზე თანხმობა არ განეცხადებინა, განაცხადა უარი და აღმოჩნდა ციხეში. მამუკა მდინარაძე როგორც ჩანს ჭკუა ისწავლა და თანხმობა განაცხადა. თქვა რომ კი ბატონო, სადაც გამამწესებთ, თან თავი გაიმხნევა და თქვა რომ აი ეს წამოწია ღარიბაშვილივით ნიკაპით და თქვა რომ ამაყად გავაკეთებ ამ საქმესო. რა ამაყად თავადაც იცის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სადღაც სხვა ჩიხში შედის მისი საქმე. ამას დრო განსაზღვრავს დიდად ინტერესით არ ვიცი სად აღმოჩნდება. მაგრამ ისი მაჩვენებელია, ანუ რაღაც პროცესების დასაწყისია. კოლაფსის, იმიტომ რომ ალბათ მე თქვენ ან სხვა აქტორები ვისხდეთ და ეხლა ვსაუბრობთ საერთოდ არაარსებით გადაადგილებებზე, ჩემი აზრით, იმიტომ რომ არაფერი არ იცვლება. ხელისუფლება შეერა ივანიშვილი. ივანიშვილი არის ყველა იმ დანაშაულის და შეცდომის ბოროტების სათავე. ამიტომ ვინ იქნება ქვევით შემსრულებლად ინფრასტრუქტურის მინისტრად, ვიცე-პრემიერად, არ მნიშვნელობა არ აქვს. აი ხალხს აინტერესებს ის, როდის გადაწყდება მათი ძირითადი პრობლემები, როდის აღდგება სამართლიანობა, როდის გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, როდის შევა ფერსატის მთაზე და ამ უზარმაზარ დასახლებაში ელექტროენერგია, როდის გავა წყალი, როდის მაგალითად აღდგება გზა, უამრავი, როდის დასრულდება დედაქალაქში ამდენი მიტოვებული სკოლა და ასე შემდეგ. და მინდა ძალიან ჩემთვის ძვირფასი, ამით დაწყება მინდოდა და მე თქვენს შეკითხვას შევყევი. ჩემ დღეს ანდროსთან ერთად
ჩემთვის ძალიან ძვირფასი თანამებრძოლის დაბადების დღე, უკვე მეორე დაბადების დღეს ხდება ის საპატიმროში ვეფხია კასრაძის ძალიან მაგარი ქართველი პატრიოტის. მოკლედ რო ვთქვა, ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ სულ მინდა რომ ვთქვა, ვეფხია კასრაძე ხუთი შვილის მამა. ცხინვალის თეატრის მსახიობი, რომელმაც სანამ იქიდან გამოაძევებდნენ ვეფხიას და მის ოჯახს და სანამ დაგახდებოდა დევნილი საკუთარ ქვეყანაში, აი ბოლო სპექტაკლებს დგამდა და იბრძოდა და აღშენებდა მეგობრობას ამ ერთ ხალხს შორის სინამდვილეში ქართველ ოსებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის. ამ ვითარებაში რას ვხედავთ? ვეფხია კასრაძე დღემდე და მისი ოჯახი ცხოვრობს სოფელ ერგნეთში. არ მიუტოვებია არც 2008 მის ვაშლის ბაღზე გადის საოკუპაციო ხაზი, მავთუხლართები. ორივე ომის მონაწილე არის ვეფხია კასრაძე. ასეთი ადამიანი, აი ჩემი ვეფხო, ოქროს ადამიანი, დღეს არის საპატიმროში, მეორე დაბადების დღეს ხდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე იქნება ძალიან ამაყი საკუთარ ოჯახთან და ჩვენთან ერთად. და მისი დაბადების დღეა, დაბადების დღეებზე საჩუქრებს ჩუქნია ხოლმე და მე აქეთ გამომიგზავნა ვეფხია კასრაძე, მე სამაჯური, რომელიც ეხა მიკეთია და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ძვირფასია, რაც მაცვია მაისურიც ეს სამაჯური ჩემთვის, ხო. ხო და აი ეს უსამართლობა, ნახეთ ირაკლი, ეხა გავიხსენეთ ვეფხია, გავიხსენეთ ანდრო, რომლის დაბადების დღეა, ხვალ გიორგი ჩიკვაიძის დაბადების დღეა, კიდევ ერთი სინდის პატიმრეს. ანუ ეხლა რა მოცემულობაში ვართ? ერთის მხრივ ყველანი ვხედავთ როგორ კრიზისია თავად ოცნება და მეორეს მხრივ კრიზისია ზოგადად პოლიტიკურ ველზე. როგორ ფიქრობთ, დადგება სექტემბერი და მერე რა ხდება? წეხან ელენესთან ინტერვიუ გაუშვი, ჩაწერილი შეკითხვები გაუგზავნეთ ელენეს და მასაც ვკითხე, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი თქვენც ალბათ გაიგებდით იმ რეგიონებში, როცა დადიხართ ხალხისგან არაერთხელ მოისმენთ, რომ აბა ვის მივცეთ ხმა, ხო? როგორ ფორმაში შეხვდებით პოლიტიკურ შემოდგომას იმ დროს, როცა წესით დაანონსებულია თქვენი და სხვა პარტიების აკრძალვა, თქვენი პარტიის ლიდერების და სხვა პარტიების ლიდერების დაჭერა? ხო, ძალიან მარტივად ბრძოლით და წინააღმდეგობით ჩვენი სლოგანი ბოლო პერიოდის განმავლობაში არის, რომ არც ერთ ბრძოლის ველს არ გამოვტოვებთ. არც ერთი ბრძოლის ველი არ იქნება ჩვენი მხრიდან ლელოს და კოალიცია ძლიერი საქართველოს მხრიდან გამოტოვებული. ბრძოლა იქნება ყველგან. პროტესტის მხარდაჭერა და პროტესტში ყოფნა, არჩევნებში ბრძოლა, საარჩევნო პირობების გაუმჯობესება, საერთაშორისო ველზე მუშაობა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ცივილიზებულ სამყაროსთან თავიდან ხაზების გაბმა, რაც ქართულმა ოცნებამ გააფუჭა. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ. მარტო ტელევიზიით არ ვუყურებთ, რეგიონებში სიარული, მათ შორის რეგიონებში და რასაც ვამბობთ, რომ არც ერთ ბრძოლის ველს არ გამოვტოვებთ, ყველგან აქტიურად მუშაობთ. საკმარისია ფიქრობთ ოცნების დასამარცხებლად? ჩემი აზრით საკმარისი იქნება ეს იმ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ვამბობთ, აი ამას რო ვაკეთებთ, სხვა რასაც ამბობს იგივე რომ გააკეთოს. და სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ. ამბობენ რაღაც კონკრეტულ თავის სტრატეგიებს, მაგრამ იგივეს არ აკეთებენ. მე ვხედავ რამდენიმე ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც ნაწილს რასაც ამბობს აკეთებს, მაგრამ არა სრულყოფილად. ყველამ ჩვენი საქმე რომ გავაკეთოთ, იქნება კარგი. იქნება ის, რომ რეგიონებში ცოცხალი პოლიტიკოსი არ უნახავთ ინგა. აი ისეთ რაიონებში, ისეთ სოფლებში ჩავდივარ, ისეთ ადგილებზე მივდივარ, ცოცხალი პოლიტიკოსი თვალით არ უნახავთ, გაოგნებული იყურებიან, რომ აი გუშინ ტელევიზიით რო გნახე, მე ხა გუშინ რეგიონში ვიყავ, ხო ისე მივდივარ. ჩამოვდივარ თბილისში და ბრუნდები თბილისში იმისთვის, რომ ცოტა სული მოვითქვათ, რაღაცა გამოვცვალოთ ჩვენი ნივთები, რაც ყოფითი ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო. კი, ტელევიზიაში მოვიდეთ, ის ამბები, რაც რეგიონში ავკრიფე, რომ მოგიყვეთ, ის ენერგია გამოვხატო, რაც რეგიონებში მომცეს მოქალაქეებმა, სადღაც შუშანა ბებომ მაგალითად ადიგენში ვალეში საოცარმა ქალბატონებმა, რომელმაც აი მაგალითად ესეთ რაღაც მითხრა, აღარ მაინტერესებსო, არ მაინტერესებს პოლიტიკოსები ერთმანეთზე რას ლაპარაკობთო. მინდა რომ ჩემზე ილაპარაკოთ, ჩემზე როგორც ქართულ ხალხზე. პრობლემა აქვს ამ ხალხს. აი მაგალითად ახალ ციხეში დაბა ვალე. ქალბატონი შემხვდა, რომელსაც დედა კუპრაძე ყოლია და მისაყვედურა, რომ აღარ მინდაო რა, ეს კინკლაობა აღარ მინდაო. შენ რასაც ლაპარაკობ, ის გააკეთე, აქ რო ჩამოხვედი, მიხარია, იქ მომიყვა მაჩვენა კორპუსი, სადაც გაუბედურებული, ავარიული, სარდაფში წყალი, სარდაფში წყალი უდგათ რეალურად, და კორპუსი ავარიულია, ინგრევა, მაგრამ ონგანში წყალი არ მოდის.
ანუ ესეთი რაღაცა მართლა არ გამიგია არსად. აი შეუძლებელია როგორც 21 საუკუნეში წყალი არ ქონდეს მოსახლეობას. მაგალითად ავტომობილი ლამის დანგრეული ჩამოვიყვანა ერთი დღე მთელი ერთი დღე ვაკეთებდი ავტომობილს რომ მე უკანისევ რეგიონში ისეთ გზებზე ვიარეთ. წარმოუდგენელი ვითარებაა. ვისთვის ემზადებით ემზადებით არჩევნებისთვის და უკვე დაიწყეთ ეს პროცესი. არა მხოლოდ ჩვენ პოლიტიკური პარტიის საქმე არის იყოს მზად არჩევნებისთვის ყოველთვის. და ჩვენ კი არჩევნებისთვისაც ვემზადებით და ვემზადებით პროტესტისთვისაც. იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ მიჯნავთ და მათ შორის 25 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ვამბობდით რომ აი ქალბატონი ვიზეთ საუბრობდი დაბა ვალედან. ანუ მნიშვნელოვანია ის რომ ვიზეთს ჩვენ ვეყნობ, ვისაც ვეყნობთ, ეს ქართული ხალხი. ქართული ხალხის პრობლემა უნდა იცოდე, უნდა მოემზადო ხელისუფლების. ხელისუფლების რომ მოემზადო, მოქალაქე უნდა დაარწმუნო, რომ ვის მისცეს ხმას და კი ჩვენ უნდა მოგცეს ხმა. რატო უნდა მოგცეს ხმა? კომპეტენტურები ვართ, ვიბრძვით ვიღაცეები აგვისტოში ტელევიზიებიდან რომ გაქნენ, იმიტომ კი არ გაქნენ, რომ ტელევიზიებში გადაწყვიტეს, რომ მარტო ტელევიზიაში კი არა, სადღაც საქმე უნდა აკეთონ. არა, დასასვენებლად წავიდნენ, ჩვენ შრომობთ. ყველას თავის გზაზე გაუმართ პოლიტიკოსები, მათ ხანდახან პოლიტიკოსებსაც შეიძლება ჭირდებოდეთ დასვენება მით უმეტეს ისეთი მძიმე სეზონის შემდეგ, ანუ სასამართლოები, ციხეები, ბატონო. გაგიკვირდებათ და კი, პოლიტიკოსებსაც ჭირდება დასვენება, განსაკუთრებულ მძიმე კამპანიების შემდეგ, საარჩევნო კამპანიების შემდეგ, არასაარჩევნო ბრძოლების შემდეგ, მეც და ჩემს მეგობრებსაც ჭირდება დასვენება. მაგრამ არ გვაქვს ამის უფლება. რიგი პოლიტიკოსები, აი ელენე ციხეშიძის საერთოდ რა დასვენებაზეა ხო ლაპარაკი ელენე ციხეშიძის სხვა ჩემი ვეფხია კასრაძე ციხეშიძის ადამიანების ნაწილი საერთოდ გახიზნულია მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და რავი დავისვენებთ ალბათ ყველა მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ ხო ამ ცნობილ პოლიტიკურ მოუსავლეთში ვამბობთ მოვა ეს დროც აუცილებლად და იმ მარადიულ კითხვამდე მივედით როგორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ სწორად ეს პოლიტიკური სტრატეგია იმედი მაქვს რომ მომავალში არ იქნება წინააღმდეგობრივი ოპოზიციურ პარტიებს შორის რა იგულისხმება ამაში. მაგალითად, რეალურად ეს თქვენი შემაჯამებელი ეთერია, ხო? და ხო, რა, შემაჯამებელსაც ვერ დავარქმე, უბრალოდ სეზონის ბოლო ეთერი. სეზონის ბოლო ეთერი და ჩემს ლოგიკაში სეზონი არის მაგალითად ზაფხულიდან შემოდგომიდან ზაფხულამდე, ხო? ეს წელი რო აღვიქვათ ესე. აი რა იყო ამ წლის ყველაზე დიდი შეცდომა, სტრატეგიული შეცდომა? რა უნდა გავაკეთოთ? ერთი, წარსული სწორად შევაფასოთ, როცა რაღაცას გონებაში ვაჯამებ, წარსული სწორად შევაფასოთ. თქვათ აწმყოში რა ვითარება და რა არის მომავლის გეგმა. სამი ფაქტორია. აი ამ სამი ფაქტორის მიხედვით წარსული რო სწორად შევაფასოთ, ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა ქართული პოლიტიკური სპექტრის იყო ბოიკოტი. უმძიმესი შეცდომა. ბოიკოტი ადგილობრივი არჩევნების პარლამენტის. ადგილობრივი არჩევნების პარლამენტის ბოიკოტმა თავის შედეგი მოიტანა. აი შევხედოთ შედეგობრივად ორივე ფაქტორზე შედეგობრივად ვიმსჯელოთ რა, რაციონალურად. ამ გადასახედიდან პარლამენტის ბოიკოტი თქვენ ფიქრობთ რომ იყო გამართლებული ხებით იგივე პოზიცია. გეტყვით რატო ფაქტობრივად შედეგებით ვიმსჯელოთ. ყველა საქმე უნდა განისაჯოს შედეგების მიხედვით. ყველა ნათქვამის შედეგის მიხედვით. საქმე ლაპარაკის ნაცვლა და ეს ცნობილი გამოთქმა, ხო? პირველი პარლამენტის ბოიკოტმა მოიტანა თავის შედეგი. ქართული ოცნება და ივანიშვილი იზოლაციაში და ეს იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მეორე, რა მოიტანა ბოიკოტმა? ეს იზოლაცია ისედაც იყო. არავინ არაფერი არ შეიცვლებოდა იმით, რომ მუნიციპალურ დონეზე ყოფილიყო ოპოზიციური წარმომადგენლობა. დღეს რა მოხდა? ივანიშვილმა სრული ძალაუფლება მუნიციპალურ დონეზე წაიღო. 64 მუნიციპალიტეტში ხელისუფლებაში დარჩა ბიძინა ივანიშვილი და არასდროს დარჩა. უმრავლესობაში ხელისუფლებაში ჩხოროწყუში არ იყო ოპოზიცია ხელისუფლებაში, კოალიციურ უმრავლესობა. წალენჯი ხაში არ ვიყავით ხელისუფლებაში? ჩვენ არ ვიყავით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად? გია ხარჩილავას ხსოვნის გამო უნდა ებრძოლა მაინც იქ ოპოზიციას. წალენჯი ხაში, თუნდაც საგამონაკლისოდ. ანუ წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვით. ამ დროს 1000-ზე პარლამენტშიც დარჩნენ საკუთარ თავთან და მიიღეს ყველა საშინელი რეპრესიული კანონი ასე მარტო სახში დარჩენილებმა. გასაგები, მაგრამ პარლამენტიც ჩნდება, ხო? ჩნდება. პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. ანუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა, ხო? აღმოჩნდა პარლამენტის ბოიკოტი. ხომ აღმოჩნდა პარლამენტის ბოიკოტი შედეგიანი? თქვენ ესე თulit თუ არა, არ ვიცი. როგორც მოქალაქე. მე ვთვლი რომ პარლამენტის ბოიკოტი შედეგიანი აღმოჩნდა და თვით იზოლაციაში დატოვა ქართული ოცნება, მაგრამ რა მოხდა საკრებულოებში რეალურად? ანუ წალენჯი ხა, სადაც უმრავლესობაში ვიყავით, დაკარგა ხელისუფლება ოპოზიცია, ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებთან ერთად. გია ხარჩილავა იყო იქ მერობის კანდიდატი, ხო? მერობის კანდიდატი, მერი. ძალიან კარგი კაცი და ნათელი მის ხსოვნას.
და ამ ვითარებაში დავკარგ. ეხლა ქართული ოცნება ინგა, აი ბოლო საკრებულოს ხდომაზე კიდევ ერთ დანაშაულს აკეთებ. წმენდა დაიწყო მერიაში და საკრებულოში. უბრალოდ პროდასავლელი ევროპელი დამოუკიდებელ პროფესიონალში. წალენჯიხის მაგალითად კონკრეტ წალენჯიხის მერიაში და საკრებულოში დაიწყო წმენდა. და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე ხმას იღებს, არის ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატი გუგა დარსალია. გუგა, იმიტომ ვერ ცulis რომ მარტოა. აბა ბევრი ყოფილიყვნენ ოპოზიციაში არ ვიყავით, მაშინ როცა რუსულ კანონზე ძალიან მაგარმა ქალებმა, ხათუნა სამნიძემ, სხვა პარტიის წარმომადგენლით დავიწყოთ. ანან ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ძალიან მაგარმა ქალებმა და მათ შორის კაცებმა, ალეკო ელისაშვილმა, იქ ვაშაძემ თუ სხვებმა, რა ქნეს? იქაგორდა ყველაფერი. იქ რო გვეგონა რომ აი ყველაფერი დამთავრებულია, იქაგორდა ყველაფერი. უმრავლესობაში ვიყავით პარლამენტში, მაშინ არ ვიყავით უმრავლესობაში, მაგრამ შევძელით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ მარტო არ იყოს გუგა დარსალია. ვაჟა დარჩია ძალიან მაგარი ახალგაზრდა პოლიტიკოსი მებრძოლი, რომელიც ბათუმში მიკროფონს რო რთავს, პანიკა ემართება მთელ ბათუმის საკრებულოს. აი, მარტო არ უნდა იყოს ის და საწავიდნენ ისე. მე მოვერიდები სახელი გვარების დასახელებას, მაგრამ თავად ძალიან კარგად იციან. ძალიან მაგარი მებრძოლები, რომლებიც სხვათა შორის სხვა პარტიას ყავდა, ინგა ემიგრაციაში წავიდნენ. საკრებულოს დეპუტატები. ემიგრაციაში წავიდნენ. თვითონ მარტო დარჩნენ და სხვას რა უნდა დაეხმარონ. ჩამოშალეს ამ ბოიკოტით რეგიონალური სტრუქტურები, თავიანთ რეგიონალურ სტრუქტურა, რომელიც არჩევნები იქნება, თუ წინააღმდეგობა, აქციები, პროტესტი და უზარმაზარი ხალხის ტალღა, ეს ხალხია საყრდენი და არა ტელევიზორში მოლაყბე, ჩემსავით თუ სხვასავით პოლიტიკოსები. ესენი არიან საყრდენი. სად არის ეს საყრდენი ახლა? ვინ უდგას გვერდით? მიატოვეს ქართული ოცნების პირისპირ და ქართულმა ოცნებამ ხანძალადობით, ხანმუქარით, ასე ნენელა მოახრჩოს. ამიტომ იყო შეცდომა. ახლა რა ვითარებაა? ძივე ვითარება ამის გამო. რა უნდა იყოს სამომავლო სტრატეგია? უნდა იყოს ის, რომ არჩევნების ველის გამოტოვება არ შეიძლება. ბიზინა ივანიშვილს რა უნდა? ბოლო პერიოდში რა მესიჯები შემოაგდო, ინგა დარწმუნებული ვარ შეამჩნევდით. ერთი, რომ თურმე მაჟორიტარული სისტემა რა კარგია? და პაპუაშვილი ყავს სხვათა შორის ყველა ამ სიბინძურის შემომტანი. Facebook პოსტებზე აქტიურად ზის და აწერინებენ. პაპუაშვილს შემოატანინეს ეს, რომ თურმე მაჟორიტარული სისტემა კარგია და პროპორციული არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას და გამოიყენეს რომ დელეგატების სისტემა რო გააკეთა შიდა პარტიულად ოცნება, რომ დელეგატები რა კარგად მუშაობენ. და ეს არის სიგნალი იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის აღდგენა უნდა, თან ჩაბეტონება თავიანთ ძალაუფლების. და მეორე ფაქტორი, რა თქვეს, საერთოდ არ უჭირდება ევროკავშირიო. ეს ხო თქვეს? ეს ძალიან ღია განაცხადი იყო, ჩემი აზრით ეგ თემა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საბრძოლი თემა იმ შემოდგომაზე, რომელზეც სად გადის ბრძოლის ველი, ინგა? აი ამ ორ საკითხთან მიმართებაში. სად? არჩევნებზე. პარლამენტშიც მათ შორის, მაშინ ისევ მიუბრუნდებოდი ბოიკოტის. რა ჭირდება ამისთვის ქართულ ოცნებას? ეს ორი საკითხი რომ გადატეხოს და საკუთარ თავზე მოარგოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. იმიტომ რომ ორივე საკითხი პროპორციული არჩევნები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ევროინტეგრაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუ ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს და ეს ორი მუხლი შეცვალოს, ესე იგი დაუღუპულ ვართ. და რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაში? რამ ბოიკოტმა მხოლოდ. ამიტომ ბოიკოტ, არა, ახლანდელ ბოიკოტ. არა, მაშინ თქო კითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება გავიგე, ანუ თქვენ ბოლომდე მყარად რჩებით არჩეული გაქვთ არჩევნების გზა და მყარად რჩებით. პატრიოტული ეროვნული გზა ეგ არის. მაგრამ აი შემოდგომა როდესაც დადგება, სწორედ სექტემბერში გადაიტანეს სასამართლო პროცესები, რომელიც მიდის მათ შორის თქვენი პარტიის ორი ლიდერის დამფუძნებლების წინააღმდეგ მამუკასის და ბადრის. თუ მოხდება ისე ირაკლი, რომ გადაწყვეტილება იქნება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის ფარგლებში პატიმრობა და თუ მოხდება ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს, დადებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვაზე. აი მე რა ხდება? მე ხედავ თუ არა ისევ არჩევნების გზას. ხედავთ ცალსახად და რატომ საქმე არის რა არის სწორი ივანიშვილის წინააღმდეგ და არა ის რა მდგომარეობაში ვიქნები მე ანუ პოლიტიკოსმა და მათ შორის სხვა პოლიტიკოსებსაც მოუწოდებ რომ ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ექნება თუ არა შესაძლებლობა რომ პარლამენტში მოხვდნენ ანუ პარლამენტის სიაში ჩაეწერება თუ არ ჩაეწერება პოლიტიკოსს მაგის მიხედვით ხო არ მივიღებ გადაწყვეტილებას როგორ უნდა დავამარცხო ივანიშვილი დაგვიჭერს
დაგვიჭიროს, მაინც ბრძოლის სწორი გზა ეს არის. აქ გრძალავს, აქ გრძალოს სწორი გზა ეს არის. რა არის გამოსავალი? დაიჭირეს მამუკა ხაზარი და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენ არჩევნებში შევედით და ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. შედეგი იმიტომ არ იყო, რომ იმიტომ არ იყო, რომ ბოიკოტის გზა გამოიყენეს და უმძიმესი შეცდომა დაუშვეს. პირველ რიგში საკუთარი თავი დააზიანეს. საკუთარი ყველაზე მაგარი მებრძოლები, ვინც ყავდათ ამ ბოიკოტის პარტიებს, დაკარგეს. არ დავასახელებ უდიდესი პატრიოტები, ძალიან მაგარი ხალხი ემიგრაციაში წავიდა. ის ხალხი, ვინც მართლა მთაზე, ესე იგი, აჯახებდა და მთას გადადგამდა საქართველოს გულისთვის, ზუგდიდში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან ქალაქებს ვასახელებ, ემიგრაციაში წავიდნენ. მაგარი ხალხი და ამას რო საკუთარ თავს გაუკეთებ, ამას რო საკუთარ პარტიას გაუკეთებ, იმიტომ რომ იმ პარტიის სიძლიერეზე მე საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყანაში რო ვიყოთ, საერთოდ არ დამაინტერესებდა, რომ აი რომელ პარტიაში რა ხდება, ჯამია მნიშვნელოვანი. მე ამ ჯამზე მე არასდროს არ აი ეს ჯამი რომ მიიღოთ, ეხლა თუ გაქვთ რაიმე კოორდინაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, გასაგებია რომ თქვენ შორის ძალიან დაძაბა ურთიერთობა თქვენმა გასვლამ ადგილობრივ არჩევნებში. მათმა ბოიკოტმა. გასაგებია ეს ხო? კი ბატონო. ორივე ერთს ნიშნავს თქვენი ნათქვამიც და ჩემიც. გასაგებია რომ იმ პერიოდში ძალიან დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა, მაგრამ როცა ამბობთ რომ ჯამი უნდა დაიდოს გამარჯვებისთვის და ცვლილებებისთვის, ამაზე თუ გაქვთ ახლა დაწყებული მუშაობა, თუ ესაუბრებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც იმაში რომ დაარწმუნოთ მაგალითად არჩევნებში გასვლის აუცილებლობაში. გაქვთ ახლა კონტაქტი თუ სამუდამოდ ან ძალიან დიდი ხნით ჩაჭერით? ხო, არა, ჩვენ არაფერს არ ვჭრით, ჩვენ ვცდილობთ რომ არ გქონდეს მძიმე წითელი ხაზები, ჩვენ ვცდილობთ რომ არ ლანძღოთ სხვა პოლიტიკური აქტორები, ჩვენ ვცდილობთ რომ ვისაუბროთ უფრო მეტად ხალხზე, ხანდახან მეც გამირბის სიტყვა და მეც იმიტომ იმდენად ეხაც ისაუბრეთ სხვებზე. კი, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია, ამას ვამბობ, რომ აი მე სხვანაირად არ გამოდი. თუ მე ვერ შევძელი რომ დავარწმუნო, პირველ სინამდვილეში ცხლაზე როცა ვამბობ ამ შეცდომას, როცა მივთი და ჩვენ ხო ამ ყველაფრის მსხვერპლი ვართ საბოლოოდ. ისიც ხომ მსხვერპლია, ვისაც ემიგრაციაში წასვლა მოუწია. ისიც ხომ მსხვერპლია ის მოქალაქე, რომელიც წარმომადგენლის გარეშე დარჩა. ანუ ისე ჩაგრავს წალენჯიხაში ახლა ქართული ოცნება ხალხს, მათ შორის ამჟამად საჯარო მოხელეებს. გამომქომოგებელი არ ყავს ლელოს წარმომადგენელი გუგა დარჩელიას გარდა. ხომ არ გაქვთ ანუ საუბრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან? ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ სხვები. გვაქვს კომუნიკაცია რიგ პოლიტიკურ პარტიებთან, რიგ პოლიტიკურ აქტორებთან, მათ შორის სამომავლო პარტნიორებთანაც, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ და არ შევალ დეტალებში, იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილებები, როცა მიქნება მზად, უნდა გაცხადდეს ერთად. მეც აქ უნდა ვიყო და სხვა პოლიტიკური აქტორიც, ვინც ხელშემ საუბრობთ ახალ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც, რომელიც პროცესშია, გეგმაშია, უკვე არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც. ვისთან განვიხილავთ ამ ყველაფერს, მათთან ვისთანაც გვექნება შინაარსობრივი თანხმობა. გულწრფელად ვამბობ, მე ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება და ძალიან მიხარია, რომ აზრს იცვლიან ბოიკოტთან დაკავშირებით. რომ ბოიკოტი არის, ბოიკოტით ბიძინა ივანიშვილმა იხეირა მხოლოდ და ამ გზამაც ხედავს საზოგადოების დიდი ნაწილი. რომ არაფერი არ შეიცვალა, მხოლოდ ბიძინა გაძლიერდა. მთელ საქართველოში და თბილისშიც ეს ჩანს და რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ჩანს. მე მინდა რომ ვიყოთ ძალიან ორიენტირებული მომავალზე, გამოვასხივოთ ძალა, გამოვასხივოთ რწმენა, ძალიან ბევრი ვიაროთ საზოგადოებრივ სივრცეებში, სოფლებში, რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში, დაბებში, დედაქალაქში, მეტროებში და მოქალაქეებს მივცეთ რწმენა, რომ პოლიტიკოსები აქ არიან, ახლოს არიან, მზად არიან ბრძოლისთვის და მხოლოდ გულზე კი არ ირტყამენ მუშტს. არამედ რაციონალურად ხსნიან, როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. დიდი მადლობა.